გჭირდები, მაგრამ ისეთი სასოწარკვეთილი ჩანს უარი ვერ უთხრა. მაგრამ დედიკო დამშვიდი ძალიან. იცი რა მითხრა, როდესაც ვკითხე როგორ მოხმართოთ მეთქი? დამიძახეოდე? კიდევ ან მოსადი, ან უშიშროები. წარმოიდგინე, უშიშროების სამსახურის უფროსი მოდის დედიკოსთან სეანსზე. იცი მერე ვინ მოვა შენთან? მირიამი მოვა. ხომ გიყვარს შენ მირიამი, დედი? ხო, დედი, მე შეგიძლიათ შეგსაც ერთად უყუროთ. მე ძალიან მალე მოვჩერდი საქმეს. როგორც კი მოვა, გემრი ბახშებს გავაკეთებ და ერთად ვიბახშებთ. დედი უნდა წავიდე. მოგძანი. 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 გამარჯობა. შეიძლება კარგი. ძალიან კარგი. ჩემი ბიჭი მხატვარია. ნიჭიერია. აუტისტია. დიახ. ვიცი. იცით? გონებრივი განვითარების მნიშვნელოვანი დარგვა. PDD. ვერბალური კომუნიკაციის მკვეთრად გამოხატული დეფექტი. შესაძლებლობების კუნძულებით. რამდენი ხანია რაც მithავთვალებთ? მე განსამქონდა რომ თქვენ უშიშროებიდან იყავით. დამშვიდდით. არ ვარ უშიშროები. სხდებით. აქ როგორი წესებია, ეს ჩემთვის პირველი შემთხვევაა და ჩემთან როგორც წესი ხდებია. რატომ მოხვედით ჩემთან? თქვენის გძაბავთ. რატომ აქვს განცდა რომ დაკითხვაზე ვიმყოფები არ ვიცი? შვენიერი ოთახია. ბაღით შემოსასვლელში ძალიან მომეწონა. მადლობა. მე ელავა. თქვენ? თქვენ შეგიძლიათ კვლავ დამიძახოთ. თუ ინფორმაციის გახმაურებას უთხრით, პირდებით რომ თქვენი კონფიდენციალურობა აქ აბსოლუტურად დაცული იქნება. სახელს მართლა არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ რაც გსურთ, ის დამიძახეთ. იმას მაინც მეტყვით რამდენი წლის ხართ? 5768 წელი მისრულდება მომავალ კვირას. ზოგჯერ მეც ასე ვგრძნობ თავს. რა პროფესიის ხართ? ხელოვანი. დიახ. ხელოვანი გახლავართ. ამიტომ არ გინდოდათ რომ სახელი გეთქვათ. თქვენ ვიღაც ცნობილი ხართ არა? საკმაოდ ცნობილი. რა სფეროში? ლიტერატურა, მუსიკა, ფერწერა. ყველა სფეროში. საინტერესო. დიახ. საინტერესო.
რამე სხვა მიგახსოვს თქვენ შესახებ. ან თქვენი შოურების შესახებ. როგორი მამა გყავდათ? მამა არ მყოლია. გარდაიცვალა. არა, ის არასდროს არ მყოლია. ანუ მხოლოდ დედასთან იზრდებოდა. არა, არც დედა არ მყოლია. არც დედა ყოლია? რა საკითხია? დაბადებით ობოლი ვარ. ხანოდეს მე გიმკურნალია? არა, არასოდეს. შობს გვიან ვიდრე არასდროს. ოპტიმისტი ხარ? დიახ, ყოველთვის. დიახ. ვიცი. კიდევ რა იცით ჩემზე? მე ყველაფერი ვიცი. ყველაფერი. ყველაფერი. როგორ? რანაირად? საიდან? ვითხარით, რამდენი ხანია რა თვითვალთვალე? დაწყნარდით, თქვენ არავინ არ გითვალთვალეთ. იცით, მე არ მგონია რომ თქვენი დახმარება შეძლო. თავიდან მიშორებ. არა, უბრალოდ მგონია რომ ეს უშედეგო იქნება. სასტარტო მდგომარეობა, რომლის განმავლობაში თქვენ უკვე დამკითხეთ, ძალზე და არასასიამოვნო შეგრძნებას მიჩენს. მე კი ვალდებული ვარ, რომ გულწრფელი ვიყო თქვენთან. სიამოვნებით გირჩევთ. დაბრძანდი. თუ შეიძლება მე მსურს დაგელაპარაკო. მხოლოდ ეს არის, რასაც ჩემ გამვითხოვ. ვინმეს უნდა დაველაპარაკოთ, რომ შეიძლება რაღაც დიდი საშინელება დაგაყენოს. რა საშინელებაზე საუბრობ? რაღაც დიდ საშინელებაზე. გისმენთ. მადლობთ. მხოლოდ იმ პირობით, რომ სიმართლეს მეტყვით. მაინც რისი მოსმენა გსურთ ჩემთან? მაგალითად ვინ ხარ? მე არ შემიძლია გითხრათ თუ ვინ ვარ. თუ არ გსურთ რომ არა, არ შემიძლია. რატომ? მაინც არ დამიჯერებ. გამომცადე. მე ღმერთი ვარ. რამდენი ხანია რაც თავს ასე გრძნობთ? ეს ნიშნავს თავს ასე გრძნობ. აი ღმერთივით. მე არ გრძნობ თავს ღმერთივით. მადლობა ღმერთს წამით მომეჩვენა რომ თქვენ თქვით რომ ღმერთი. დიახ, მე ვთქვი რომ მე ღმერთი ვარ. მართლა ძალიან მინდოდა თქვენი დახმარება. გრძნობ რომ რაღაც განსაცდელის წინაშე ხართ, მაგრამ მე ფსიქოლოგი ვარ და არა ფსიქიატრი. არავითარი ფსიქიატრი. არა, ფსიქიატრია საშიში არაფერი ის თქვენ და არა. არა, რატომ მაინც და მაინც მეიცით? თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი. თქვენ? არა. არა, რატომ მაინც და მაინც მე მხოლოდ ბავშვი. ხარი მხოლოდ მაიცნოთ იმის გაკეთებას, რაც ძლიერ არ მომწონს. და ის გამწირება არ აქვს. Zohar, iშვიათად მიიწევს ასეთ ქმედებას მიუმართო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვოთ. ბევრი დრო არ მაქვს, მე ვინმესთან საუბარი მჭირდება. სულ ერთი საათი დამიტევთ, მეც არაფერს გთხოვთ. გადადიხდეთ, ისე როგორც სხვა ნებისმიერი გიხდით. ამის შემდეგ აღარასოდეს მიხილავთ. აბა რას იტყვით? გაგანთავისუფლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ იყურებთ. მე არ ვიცი ეს რა იყო. და არც მინდა რომ ვიცოდე.
მინდა რომ ახლავე წახვიდე. ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია, გესმით? თქვენ ხედავთ განსაცდელში მყოფ მოვას და თავიდან იშოვეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ღმერთია? თქვენ არ ხართ ღმერთი. ღმერთი არ არის. შეიძლება ერთი-ორი ჯადოს გაკეთება გეხება, მაგრამ არაფერი ისეთი ტელევიზიით არ გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ხართ ღმერთი. ღმერთი არ არის. ირგვლივ მიმოიხედეთ. თქვენ გგონიათ, რომ ღმერთი არსებობს? შენ იცი, რომ ის არსებობს? რაღაც ხარვეზია თქვენს გამოძიებაში. შემომხედეთ. კარგად შემომხედეთ, მე ღმერთის არ მწამს. მე მოერყმუნი არ ვარ. აბა ვისე ლაპარაკები ხოლმე მთელი ამ 36 წლის განმავლობაში. ის დასაძინებლად ისე ხომ ვერ დაწვდი ერთი-ორი საყვედური თუ არ თქვი. მიცე გავიხსენო დღეს რა იყო? წვიმა. ისე ამ ბოლო დროს ცოტა მერყევი დამოკიდებულება გაქვს წვიმასთან მიმართება. აზრების მკითხველი. იცით, ვერასდროს დავივიწყებ ჩვენს პირველ შეხვედრას. მაშინ 4 წლის იყავი. გვიანი ღამე. შენს მშობლებს ზეგონათ, რომ გეძინა. მამა შენმა დედა შენს უთხრა, ჩერჩეთი გოგოაო. ეწყინა ფესახის სუფრაზე სკამზე რომ არ დადექი და არ იმღერე. იმავე ღამეს გამიჯავდი, თქვი რომ მე შენი ახალ წამს. პატარა ბავშვი არ გებრალება. გაგახსენდა? არ მახსოვს 4 წლის ასაკში რა იყო. და 14 წლის ასაკში მედია გახსოვს შენი 34 დაბადების დღე. თუ გამოგიცოცხლო მეხსიერება. ესე იგი იცი რაზეც ვსაუბრობ. მარა გადაგემა მერთოჩი თოვლით გათეთრდი. მოიცა ეხლა წყალს დაგალევინებ დაწყვეტ. დავი როგორ ხარ? თუ კარგად უბრალოდ აღიარე რომ მე მელაპარაკებოდი. მე წარმოსახვით ხარც ვესაუბრებოდი. აი ზოგჯერ წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთში გვერება, არა? ფაქტობრივად შენ ჩემს არსებობაში არასდროს დაიჭვებულ ხარ. დავეჭვებულა და თანაც როგორ? ესე როგორ შეიძლება გაბრაზდა იმაზე, ვინც არ არსებობს? წამითაც არ მიფიქრია, რომ იქვინე. გისმენდა? დიახ, გისმენდი. ყველა შენს ფიქრს, ეჭვს, ყველაფერს ვაყურადები. შენ ერთადერთი რამ არ გიქნია არასდროს. არასდროს გითხოვია ჩემთვის რაიმე. ხედავ, იმიტომ რომ არ მჯეროდა იქ თუ მართლა იყო ვინმე. მოიცა როგორ იძახდი ხოლმე, როცა ძლიერ გაკაპასდებოდი. ორადორი ვარიანტია. ან ღმერთი არ არსებობს, ან თუ ის არსებობს, ბნელ ჩიხში მასთან შეხვედრას არ ვისურვებდი. მე ბნელი ჩიხი არ ვიშ. შენ ბნელი ჩიხი. არა, მე თქვი რომ მასთან შეხვედრას არ ვისურვებდი. ბნელ ჩიხში მის ნახვას არ ვისურვებდი. ის იგიში. რა? კლინიკური სიკვდილი და ჰალუცინაციები ეს ყველაფერი. მომისმენში. შენ არც მკვდარი ხარ, არც რაიმე გელამდები. აბა რა არის? ვინმე ფილმს იღებს თუ რა ხდება? უბრალოდ შემომხედე, ეს მე ვარ. ელა. შენ
შეგიძლია. ხო, შემოხედე. ელა. აქ ვარ, შევეჩერდ. რა? თქვენ მზად ხართ ყველაზე დიდი სისულელეები დაიჯეროთ და არ წამოთ ყველაზე ხელშესახების სარევი. თელიტანით ცახცახებთ, როცა შავ კარტას ხედავთ. ველდა გეცემათ თუ საკე გაგიხვდათ. საჭმის მომნელებელი სისტემა თუ გინახავს შიგნიდან. რო ხდება, მინდა გეგმა ის გრძელი და დაახლართული გზა, რომელიც პირიდან იწდება და მთავრდება იცი შენ სადაც. ოდესმე გიცდია 7.5 მეტრის ჩაკეცვა, 9 ფეხსაცმლის 5 ზონის მუცელში. ასე გადაწინა პანკრეასმა, საიდან იცის ზუსტად როდის გამოყოს ფერმენტები, დამშლელი ცხიმობისა, რომელთაც უზომოდ რომ იხმართ. როგორ გგონია ვინ მოიფიქრა 12 გოჯა? აბა? რა სიტყვა? შენ ესეთი მრავლობიჩი ნუმელაპარაკებით. მე არ ვიცი თქვენ შედის გულისხმობ. მე მეტის არაფერს წამს. არა. შენ გწამს, რომ ერთ დღესაც შენი ბიჭი იტყვის დედას. თუმცა უკვე 16 წლისაა და ჯერ სიტყვაც არ დასცდენია. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა სპეციალისტმა გითხრა, შანსი არაა ოდესმე სიტყვა დედა, ან სხვა ნებისმიერი რამ თქვასოთ, მაინც გაქვს იმედი. ჯერა რომ ერთ დღესაც ქმარი დაგიბრუნდება. თუმცა უკვე მეორედი ქორწინა და ახალი და ჯანმრთელი ბავშვები ჰყავს. და შენ იცი, რომ ბავშვი მეტად ჯანმრთელი არ ეღოება. რამეთუ არც ერთი ჭკუად მყოფილი კაცი არ გაყოფს თავს ეგეთ ხუმში. შენი მაინც გწამს. რა? არა? ახლა ნამდვილად დავარწმუნე. ეჭვგარეში. ეს შენ ხარ. მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს ასეთი არა ადამიანი. გაწყენინე? რა გინდათ ჩემი? ის რაც ყველას ვინც აქ მოდის. ფსიქოლოგის სეანსი. არა და წამითასაც იფიქრეთ, რომ თქვენი დახმარება შემიძლია. თვითონ რატო? იმიტომ რომ მე არ გამაჩნია სათანადო კვალიფიკაცია, რომ თქვენი მკურნალობა შეძლო. არანაირი ტრენინგი არ გამივია პაციენტი ღმერთის ან რაიმე მსგავს სისტემაზე. ყოველთვის ხდება ცხოვრებაში რაღაც პირველად. მაინც და მაინც მე რატო? უამრავი ფსიქოლოგია. დავიწყოთ იმით, რომ ჩემს უდიდეს თაყვანისმცემელთაგანი შენ არ ხარ. არ ვიცოდი რომ თქვენ. ნუ მებოდიშები ძალიან გთხოვ. მინდა სწორედ ისე მომექცე, როგორც აქამდე მექცეოდი. ძალიან დიდი სხვაობაა ღამღამობით წარმოსავლით ხართა საუბარსა და ღმერთის მკურნალობა შორის. რა იყო გაშინე? ელად პირდები რომ თნის ერთი ღერი არ ჩამოგივარდება თავიდან. გეფიცე. ვის მეფიცებით? მითხარით, ვის მეფიცებით? კარგი, გასაგები. რა? არაფერი მე ვცადებ. ყოველ შემთხვევაში ვერავინ ვერ იტყვის რომ მე არ ვცდილას. სად მიდიხარ? აღარ შეგა. არა იცი მართალი არ მოჩვდი. ეს სისულელე შენთან არ უნდა მოსულიყო. არა მოხდი. გადაგოხარი დავარნიკი წაიწოჭიბება. გემუდარები დაწახული. ეს სისუსტის მომენტი იყო. გაიგარა. გემუდარები დაბრუნდი. დაბრუნდი ხო? არ დაბრუნდი.
ხალისიანი. მაგრამ გაჩა, არა? რამდენ სეანს ვაკეთებ? ეს არა, ეს ხანგრძლივი კურსია. არა, მე ადვილად ვიქცევ. ხოლო ერთი სეანსი. კაცი. ცადოთ, მაგრამ მე ვერაფერს დაგვიდი. რატომ მოხვედით? მაშა სერტო. არა, უშავს თუ გეტირება მაგრამ მე ხომ ღმერთი რატომ მოხვედით? სიკვდილი მინდა. სიკვდილი? დიახ. სიკვდილი. რა სიკვდილი? რა არის აქ ახლა ეს სასაცილო? არა, თქვენ არ შეგიძლიათ რომ მოვკვდეთ. ვითომ რატომ არ შემიძლია რომ მოვკვდე? იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ცოცხალი არსება. ოდიში? არა, თქვენ არ არსებობთ. არა, არსებობთ უბრალოდ მხოლოდ ადამიანების თავში. მე სულიად კაცობრიობას რომ ამოწყდეს და მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩეს, ის კვლავ და კვლავ დაიჯერებს რომ ღმერთი არის. მე ის რომ მაშინ სულ ყველას მოკლა მოგიწევთ. სულ ყველასი. დაკითხვენ თქვით რომ წარღვნას აღარ მოავლენით. ამიტომ ამ ლაბირინთიდან გამოსავლის გზას თქვენ არ აპირებთ მოესთვის მიცემული პირობის დარღვევას, არა? 4000 წლის შემდეგ დადებულ პირობებზეც ვრცელდება ხანდაზმულობის კანონი. ისევ წარღვნა? თანამედროვე? დიახ, ამჯერად ეს იქნება ბოლო და უკანასკნელი გესმით ამბის დასასრული. მაგრამ 8 თვის წინ ხომ დაანებენ მოწევას. მეგონი ძალიან შტეული გადაწყვეტილებაა თუკი წარღვნა გვექს, არა? მადლობა. ხომ არ შეგაწუხებთ თუ მოწევ? განაპასიურმა მოწევამ თქვენ რა უნდა დაგაგოთ? ვერ მოუკიდებ. რატომ? იქნებ ეცადო და გადამაფიქრებია. აზრი შემოსვლები. მე? აზრი შეგაცვლევინათ თქვენ? აბრაამა ვერ შეძლო, როდესაც სოდომის გადარჩენა უნდოდა და მე შევძლე? მოსემ ხო შეძლო. მე უკვე მზად ვიყავი მთელი კაცობრიობა ამომეშლი და ოქროს ხბოსგან. მოსემ საერთაშორისო სირცხვილისაგან გიხსნათ. გამოიყვანო მთელი ხალხი ეგვიპტიდან ზარზე იმითად კვამლის სვეტებით, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდგომ წამში გაშიწყო. რას გავს ეს? დღემდე ვნარბობ, რომ მას პური დავდე. მაშ მე რა შანსი მიჩება? შენ ხომ ოპტიმისტი ხარ. დიახ. არა
შემახსენეთ რა დრო მაქვს აზრი რომ შეგაცვლებინოთ. 50 წუთი. არა, აქედან 10 უკვე გაფრთხილდა. 40 წუთი. 40 წუთი რომ სამყარო ვიხსნა დაღუპვისა. რუსვილისაც კი მეტი დრო დასჭირდებოდა. რატომ არ მეკითხე? არა, არ უნდა მკითხო თუ რატომ მინდა სიკვდილი? დიახ, მართალი ხარ. ისმენ. დავიღალე. აღარ შემიძლია. მერე წადით სამსახურიდან და სხვა ღმერთს მიეცით საშუალება აკეთოს. გონი მართალი ხარ. ოჯახ, მართლა. რა თქმა უნდა არა. შენ ახლა მხოლოდ ბრაზი გალაპარაკებს. არა და სიბრალული მაინც უნდა მიგრძნო. თუმცა არაფერი არ გიგრძნია, გინდა ამაზე ვისაუბროთ. ძალიან კარგი, მოდი მითხრე, რატომ ვერ იგრძნით? ელა სიბრალული, რატომ? არ მინდა ამაზე საუბარი. ეს მე უნდა გიმპურნალოთ. თქვენ და არა თქვენ მე. რას გრძნობთ? არაფერს. არაფერში რას გულისხმობთ? არაფერი მანაბლებს, არაფერი მაინტერესებს, არაფრის იმედი არ მაქვს, არაფერი რომ არ განაзвებდეთ, აქ არ მოხვდებით. რამდენი ხანია რაც თავს ასე გრძნობთ? იქნება ასე 2000-2500 წელი. 2000 წელია დეპრესიაში ხართ და ახლა მოხვედით სამკურნალოდ. რას ელოდებოდით? მეგონა დრო თავისას იზამთრა. პირველად რისი ხსოვნა მოგდით თავში? რომ თავდაპირველად შევქმნენი ცა და მიწა. მანამდე რა იყო? მანამდე იყო წვდიერი. ეგ ვიცი. ქაოსი, ეგეც ვიცით. სული. არ გიგრძნიათ არავითარი მარტოობა. რატომ მარტოობა? აბავისთან ერთად ვედით ქაოსთან? არ მახსოვს, მაგ პერიოდს ბინდი აქვს გადაფარებული. არა უშავს, მე და გეხმარებით გაიხსენოთ. გთხოვთ. არც დედა, არც მამა, არც და არც ელა შეწყვიტე, რა გინდა რომ კიდევ ვიტირო? დიახ, ეს ცუდი იყო, ყველაზე საშინელი რა. და მე უცებ გადაწყვიტეთ სამყარო შეგექმნა. დიახ, ეს მოზღვავება იყო შთაგონებისა. მთელი ამბავი თვალწინ დამიდგა, მთელი 7 დღე ერთმანეთის მიყოლებით. გასგრძნობით, როდესაც ამ ყველაფერს უყურებთ. მეხუთე დღემდე ეიფორიაში ვიყო. შეგიძლიათ ის გადააღებინოთ? უზომო მღელვარება სულიერი არ მაფრენა, რომლის მსგავსი მანამდე არ განმეცადა. ერთ უმოკლეს თავს ესენიჩი ვიყავი, მას შემდეგ მხოლოდ ნაგვარცევაში ვიყავი. მოდით. ერთი წუთით ისევ ზენიტში დავრჩეთ. რა საკვირველია? ამაღელვებელი იქნებოდა. პირველი მზის ამოსვლის ტირვა. ხეები, ყვავილები. პირველი ჭიამაია. იცით, მე არ მსიამოვნებს, როდესაც ტრაბახობ. იტრაბახეთ. ვისთან უნდა იტრაბახოთ თუ არა? თქვენს ფსიქოლოგთან. ელა თქვენ ოდესმე დაგითვლიათ თუ რამდენი ელფერი აქვს წვანის. რამდენი? უსასრულო. და ზებრა, კენგურუ, თვარე. საყვარელი. ხოლო საყვარელი? არა, თვარე ხელოვნებაა. და კენგურუს არ ისაუბროთ. ეს ჩანთა გენიალური აზრია. დიახ, ბოლო წამსვლელი და შენს გენიალური იდეა ვიფიქრე რომ მას შეიძლება თავის პატარა ჩვენისთვის ჩანთა ჰქონდეს.
ნაკლებად ვარ აღფრთოვანებული. რა საინტერესოა, რაზე ფიქრობდით, როდესაც აი ამას თქვით? სხვათა შორის კოღუების სახუმარო საგანი არ გახლავთ. საინტერესოა რა წარმოთქვით? იყავს მტარაკანა? რატომ არ შეიძლება რომ ცოტა გამხიაროთ? თქვენ ეს ახალისე? არა. ნაბრძანდით. თქვენ თქვით, რომ მეხუთე დღემდე ეიფორიაში იყავით. რა მოხდა მეექვსე დღეს? ადამიანი შექმნით. რატომ არ გავჩერდი ამ მეხუთე დღეს? რატომ? რომ შვენიერი იყო სამყარო, სანამ თქვენ გამოჩნდებოდით. და თუ კი ასეთი კარგი იყო, რატომ შექმნით ის? $1,000,000 შეკითხვა. რატომ შევქმედი ეს ადამი? შეეცადეთ გაიხსენოთ გადაწყვეტილების მიღების წინა წამი. წამი სანამ იტყოდით ჩვენს სახეთ და ხატად შევქმნათ ადამიანი. რა იგრძენით? მახსოვს, ეტყობა მაგ მომენტში ყურადღებით არ ყოფილვარ. ყურადღებით არ იყავით, როდესაც ადამიანს ქმნიდით? თქვენ როგორ ფიქრობთ, ყურადღებით რომ ყოფილიყავი, ასეთ სისულელეს ჩავიგებდი. იქნებ ახლა თავი გინდათ რომ დაიწვიოთ. რისგან? ეს მეც მაინტერესებს. თქვენ რაღაც გაკდათ იმ ვეიბა ჯადოსნურ საფარში. არა, რაღაც არა, უფრო ვიღაც. დიახ, ვიღაც ვინც მოგისმენდათ? ნუ შეგიყვარებდათ. არა, ხელა ვიღაც გაგიგებდათ. მეგობარი. დიახ, მე მეგობარი მქონდა. ადექით და თქვენთვის მეგობარი შექმნით? დიახ, მეგობარი შევქმნი. რატო? რა მოხდა? აი ახლა 6 მილიარდი მეგობარი ყავს და თავი ასე მარტოს არასდროს მიგუძვია. მეგობრისაგან იმედგაცრუება. იმედგაცრუება? რატომ მაინც და მაინც იმედგაცრუება? იმიტომ ხომ არა რომ ქვეყნიერება ვერცხლის ლანგარზე დადებული მივარდვი და მას შემდეგ მხოლოდ მისი განადგურებითაა დაკავებული. ეს არის იმედგაცრუება. ამიტომ გინდათ რომ სარდნა მოავლინოთ. შენ გესმის რას ნიშნავს ხედავდე? შენი ნახვაწი როგორ ეხება ფეკალიებში და მისი ხელი შენი საუკეთესო მეგობრის ხელი. დედაჩემის ამიყვანი. მასაც როდესაც ამის საშუალება მიეცემა, ყველას მიწასთან გაასწორებს ვის იმედებს უმტყუნე. ოღონდ ქალზე მარტარები. არა, მაინც რა მოლოდინები გქონდათ მათ მეგობრისგან. თარგცი მეგობრისგან რასაც ელიან უპირველესი ეს ერთგულება. კიდევ მოსმენა უნდა იცოდეს. მე უნდა დამენდოს. ჩემი იმედი ჰქონდეს და როდესაც მოუხმო, სადაც არ უნდა იყოს, იმ წამსვე ჩემთან უნდა ჩნდებოდეს. ჩემი ძაღლი. შეცვლო ჯერ. პოლონელი ქალი ახლა თქვენი ძაღლი. მაპატენეთ. რომ სხვა რამეს ეძიებდით. და რას? რას ვეძიებდით? თქვენ მე დრო მაქვს. მაგრამ თქვენ ხომ არ გავხართ იმ ფსიქოლოგებს, რომლებიც 1 საათის დუმან და დუმილში 200 შეკელს იღებენ. 200 არა 400. ბატონო 400. 400 შეკელი ერთი სეანსის. ასე რატომ გიჭირთ აღიაროთ რას ეძებდით? იქნებ გამარკვიოთ, რას ვეძებდი? რას? სანით იწყება. სანით. სიყვარული
სიყვარული. როგორ გგონია? თქვენისთან აუბადო იქმნილება ვარ, რომლის მთელი არსება კაპრიზულ მოვლენაზე კიდია სიყვარულს რომ ეძახიან? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიახ. ოდას ცდები? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არა. თამაში იღებ 400 შეკელს. ბოლოს ყველა სიყვარულია. ათეთი ფაქტია. მე დაცული ვარ ამ გრძნობისგან, მადლობა. მე როგორც მე ვგრძნობ, თქვენ ყველაზე მეტად გინდათ და იღებთ კიდეც ყველაზე მეტ სიყვარულს. ასე ფიქრობ? ამას ვერ გრძნობ. ნახეთ რა ხდება ეკლესიებში, მეჩეთებში, სინაგოგებში. გასაგიჟებელი თამბექი გაქვთ. ნემსი არ ჩავარდება ისეთი სიმრავლეა. ყველა თქვენთვის ლოცულობს, ყველა თქვენთვის იდებს თავს. სად არიან მოკვდა თქვენი გულისათვის? ასეთი პოპულარული არ ისოდეს ყოფილი. მათ მე არ უყვარვა. ჩემი სახელის სიწმინდისთვის ადამიანები იხოცებიან. ცხოველები ნადგურდებიან. სახლები ცეცხლის ალში ეხება. აქედან რა დასკვნა უნდა მქონდეს, რომ მე მათ ვუყვარვარ? მოდით ადამის შექმნას დავუკვირდეთ. როდის იგრძელით, რომ ის არ იყო? პირველივე წამიდან მიგვერდა. გიხვედა? დიახ, მიგვერდა. დილა წარმოიდგინე, ვანახეთ, ვაჩვენებ, აი ჩანჩქერს, ღრუბლებს, ცას, ყველაფერ ლამაზ. რაც სამყაროშია და ვეუბნები, ადა, მეგობარო, ეს ყველაფერი შენია ჩემგან მეთქი, მაგრამ აი ის მაინც ცხვირით მიწას თხრიდა. რატომ? მეც შეკითხვა მაწუხებდა, რატომ, სანამ არ მოხსენ. რომ რა? შეხშე ლაფა, ეძიე ქარი. ანუ ქალის შექმნა წინასწარ არ დაგიბრუნებთ. ზუსტად ისეთი შეუქმნელი, როგორც მას ეწოდა. მკერდის საკითხზე გამუდმებით მიჩიჩინა და ორი ძუძუ, როგორც ორი თიკანი ამორისა. მესმის. ძალიან მაყოფილი იყო. უცებ პოეტობაც კი დაიწყო. რა სამურია შენი ამერსი. თქვენ რას გრძნობთ? იმ წამიდან, რაც ქალი გამოჩნდა ადამიანის ცხოვრებაში, ადამი საოცრად მოუცვლელი გახდა. და წარმოიდგინე თავს რით ირთობდა 1000 იდიოტური თამაში გამოიგონა. კუკუ, სახარ, აკმარჩიტო, კუკუ, დაგინახე. ამის შემდეგ დაწყებელი გაგიგზავნათ ქალისთვის ხაფანის დასაგებად, არა? სულ ერთი წუთი დასჭირდა ქალის საცნობად ვაშლი რომ ეჭა. ამის გამო მოიწულეთ ქალები. ვინ მოიწულა ქალები? რა სისულელია? მე? შეხედეთ, როგორი სასჯელი დააკისრეთ ებას. კარგი რა. მე მხოლოდ უთხარით ყივილით შოვდა მეთქი შვილებს, რა მოთქმა და გოდება, მით უმეტეს დღეს ეპიდურული გაუტკივარების პირობებში ერთი ჭკვეთან და არა, მე გულისხმობ, რომ თქვენება მიეცით ქალზე ებატონა. ქალზე ებატონა ვახტისე, მითხრა. თითქოს მართლა შეეძლოს ვინმეს თქვენზე ბატონობა. გახსოვთ ის მომენტი, ლეღვის ფოთლებით რომ დაიფარეს სხეული. გუშინდები. რა იგრძელოთ? თავიდან შოკი იყო. ვიფიქრე თვალები ხომ არ მღალატობს მეთქი, მაგრამ რომ დავაკვირდი, მივხვდი რომ საქმე არ იყო კარგად. გაბრაზდი? გაუბრაზდი, გავაცეცხლდი. ვიყვირე, მთელი ხმით ვიხრიალე. ადამ! სათხარ! წარმოიდგინე როგორ შეკრდა. იმ წამსვე ლეღვის საწოლში ჩაისვარა. აი ამ ყოველში მე შეშინებული ღმერთის ხმა მესმის. რადგან თქვენ დაკარგეთ იგი. ჩემი შეხედულებით თქვენი ყველაზე დიდი შიში ისაა,
რომ არ მიგადო. მართლა არ შეგიძლია იმუშაო მასთან, ვისაც მდარე. ადამიანური კომპლექსები არ გააჩნია. მოდი 10 მცნება გავიაროთ. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ამ 10 მცნებაში? არაკლა? არ მოიპარა. არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს წინაშე. მე? თუ კი ეს მიტოვების შიში არ არის, ფსიქოლოგსაც მიღარ დამიძახებთ. მიტოვების შიში. წეგან არ თქვით, მხოლოდ მაშინ ვახსენები, როდესაც უჭირთო. აი ამაში როგორია 400 შეკეთე. რაღაცა ძალიან გაწუხებთ ის ჩემი 400 შეკენი. ესე ცნობადი სახელებისთვის ფაზაგლება ხომ არ გაქვს. შემიძლია გავახმაურო, რომ ჩემთან იყავით. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით, მაგრამ იმ წამსვებს ფსიქიატრებში არ. მაშ ფასდაკლება არ აქვს. ერცხლის მოყარეობა. რა არის ამ ფულში ისეთი? ასე რომ გაგიჟებთ ყველას. ხენია და გესმისის. დოლარმა აიწია, დოლარი დაიწია. დოლარი. რა არის დოლარი ასე? ასე რომ ხართ მას ეყურებამდე შეყარებული. განა კარგი რა გააკეთა კაცობრიობისთვის. ოდესმე გიფიქრიათ, რას გრძნობდა პირველი ადამიანი, რომელიც თქვენთვის შექმნით. წამით წარმოიდგინეთ, რომ ადამი ხართ. მალე ედემიდან გამოგაპანღურებენ სამუდამოდ დაწყებილსა და დამცირებელს. ხოლო შენი ორი შვილიდან ერთი მკვდარი და მეორე კი მკვლელი. წამი მაინც თუ ყოფილა, რომ სიბრალული იგრძენით მის მიმართ. შენი სიბრალულს ნუ მასწავლია. შეგახსენებ, რომ მე ღმერთი ვარ, სავსე სიბრალულით არ. თვით სიბრალულით ახსავსე ღმერთი. აი ეგ რას ნიშნავს? ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ სიბრალული ესმის. ეგ კითხვა თუ მტკიცება? მე თან გეკითხებით. წამი მაინც თუ ყოფილა, რომ იგრძენით სიბრალული იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ისის იყო, თვალი გაახილა და ბუმ. დიახ, ნამდვილად იყო ასეთი წამი. მიაბეთ მაგწამზე. იცით, ეს უკვე დასასრულისკენ იყო. ყოველივე ამ ყვირილების წევლის შემდგომ, როდესაც ვნახე უკვე შიშლები შეციებულნი, ლევის ფოთლები სანახევროდ უფარავდათ ამ გაყინულ სხეულს. იმ წამსვებულმა რაღაც მიკარნახა, მივხვდი, რომ მათთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა, რაღაც უნდა მე მოქმედა. და რა მოიგოქდა? წყალის პერანგები შემოკერე. რა? ვაღიარებ, რომ პირველი წლისთვის ურიგო ნამდვილად არ იყო, უბრალოდ ეს სახელები. ჩვენ ახლა მოდაზებს საუბრობთ? არ არის ყავზე მუშაობა. იცით, ამას ცოტა უნდა იმ ღამით როგორ გეძინათ? ბავშვი. კაინმა აბელი მოკლა და თქვენ ბავშვი გეძინათ? რატომაც არა? არ გიგრძნიათ? ოდნავი შეხება ფრთისა. ის კრავი უფრო გემრიელი იყო. ორივე მათგანმა მოგართვათ ცხენი. თქვენ კი ერთი ამჯობინეთ მეორეს. მე გავაფრთხილე კაინი. გახსოვთ რა უთხარით? როგორ უნდა დავიმახსოვრო ყველაფერი, რასაც 5000 წლის წინ გიძახდა. მე მახსოვს, რაც უთხარით სიტყვას. მეც მახსოვს. თუ სიკეთის მუქნელი ხარ, განათავაწეული არ უნდა იყო. თუ სიკეთის მუქნელი არ ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კარგი. შენკენ უცუდოა, შენ კი ბატონი მასვე. რა სისულელე. როგორ ლაპარაკ? 3000 წელია უდიდესი. ოფში იღვრებიან, ჰაერში იქმანზებიან, რომ ეს ბუნდოვანი მუხლი ამოხსნან.
და თქვენ გეგონათ რომ პირველი ბავშვი ბუნებისა გაიგებდა ამას? რა არის აქ-ერთი გაუგებარი? იმდენად ნათელი იყო რომ წამის შემდეგ კაინი ადგა და აბელი მოკლა. და რა უნდა მეთქვა მათთვის რომ რა აბელის მოკლათ ეხლა? შეგიძლიათ გითხრათ, კაინი, ნუ მოკლა აბელს. ხომ საკმარისად ლიტერატურულია თქვენთვის? რას ნიშნავს თუ სიკეთის მქნელი ხარ, თუ სიკეთის მქნელი არ ხარ? რა სისულელეებია? რა დასანანია რომ შენ არ დაწერე ბიბლია. მართლა დასანანია. შენ რა ფსიქოლოგი ხარ? თქვენ რა ღმერთი ხარ? ყველაფერს თავდაყირა აყენე. გესმის? რაც მოვედი, მხოლოდ მამულად. არა, ხომ უნდა მინიმუმ ისეთი როგორიც ვარ. განა არ უნდა მეუბნებოდე როგორი დიდებული, ყოვლის შემძლე. არ განსაკუთრებული ვარ. და მაპატიო ჩემი ბავშვობის დროინდელი უბადრო კი შეწოდება. ნებისმიერ ცინგლიანში რაღაც ხეირიანს ყოფნა. და ჩემში ვერ მოიცებნა ვერაფერი დადებითი, თუნდაც ერთი რა. მართალი ხართ. თქვენ დიდი ხელოვანი ხართ. მაგრამ რაც უფრო დიდია ხელოვანი, მით ნაკლებია როგორც ადამიანი. მართლა ასეთი წარმოგენა გაქვს შენზე? კიდათ მართლა გითხრათ, რასაც ვფიქრობ თქვენზე? გთხოვ. თქვენ აგრესიის პრობლემა გაქვთ. თქვენ არ გინდათ რომ მოყვარდეთ. თქვენ გინდათ რომ თქვენი ეშინოდეთ. თქვენი რისხვის, თქვენი წყრომის ეშინოდეთ. ასე ვერ დამეორდა. რატომ რას მისად? მარილის სვეტად მაგზეთ? რატომ საღამოსრებეთ? გაფრთხილებ, ნუ მცდი. მე თქვენი არ მეშინია. არ მეშინია, გესმით? მიდით. გაანადგურე. ქვას ქვაზე ნუ დატოვე. მოსყვი. ბოლომდე ნარვის ბუნკერზე მე თქვენი არ მეშინია. გესმით? მე თქვენი არ მეშინია. ბოლომდე მიდით. გაანადგურე. დიდებული რამდენად თქვენ თავშეკავება ისწავლეთ. თქვენ თავშეკავება ისწავლეთ. არა, მე თავი არ შემიკავებია. თქვენ განრისხებული იყავით. დიახ, ვიყავი. ჩემი მოკვლა გინდოდათ, მაგრამ დიახ, ეს არ გააკეთეთ. რატომ? რამ შეგაჩერეთ? შემიძლია. არ შემიძლია, გესმის, არ შემიძლია. როდესაც თქვენ შემოხვედით. მე არავითარი ძალა არ მაქვს, გესმის, მე ძალები დავკარგე. ყველაფერი გაქრა და მორჩა. მე ავად ვარ, გესმის? ავად. როგორ შეიძლება რომ თქვენ ავად იყავთ? თქვენ ავად ყოფილ.
თავიდანვე რატომ არ მიხარ? რა უნდა მეთქვა? როგორ დაგარწმუნებდი რომ ღმერთი ვარ თუ რაიმე შთამბეჭდავს არ მოვიმოქმედებდი. დაავდექი და მეც ძლევამოსილი დიდებული ყოვლის შემძლე ღმერთი გავითამაშე. აი ისეთი თქვენ რომ ბიბლიური თქმულებებიდან გახსოვთ. თამაში ჯერ კიდევ შემიძლია. ღმერთი ცარიელი სიტყვა. საშინელება. მე ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ თქვენ ავად გახდებოდი. დამჯერე ამას ვერც მე წარმოვიდგენდი. უსუსურობა ყველაზე დიდი წყევლაა სამყაროში. მე სიკვდილიც კი არ შემიძლია. გთხოვ, დამეხმარე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არ ვიცი მინდა თუ არა რომ კურნალობამ შედეგი გამოიღოს. ჩვენ თქვენოთაც მშვენივრად ვანგრევთ და ვანადგურებთ სამყაროს. თქვენ გარეშეც ვაკეთებთ ამას. მოდი მე წავალ. ესე უკეთესია. მე არ ვარ დარწმუნებული მინდა თუ არა უღმერთად ცხოვრება. რატომ? დაბრძანდით გთხოვთ. მე როგორც მახსოვს, უკანასკნელი ვინც თქვენი ხმა მოისმინა, იყო იორი. რა მოხდა იქ? საიქნისნე? მესმის, გიჭირთ იობზე საუბარი, მაგრამ ხარ. რა მოხდა იქ? მაინც რისი მოსმენა გინდა? იობი პატიოსანი კაცი. დიახი ხო. ცოდველი, უბოროტი. და თქვენ თავდავიწყებით უყვართ. და თქვენ რას აკეთებთ? რას ვაკეთებ? გამოცდას არა, ვუწყობ? ეს თქვენეული განმარტება. ფაქტები კი ასეთია. 10 შვილს უხოცა და კაცი ჭკუიდან რა, ეს სატანა მქნა გესმის, ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, ყოველდღე ჩამჭურჭულებდა, სულ მისი ხმა მესმოდა ყველა. იობს სინამდვილეში არ უარხარ, გეპირფერება. რომ განაგრძო სიგარეტით და სიმდიდრით და თუთუნებით. უანგარო ღვთის მოშიშობს იობი. აი სულ ამ სიტყვებს ჩამჭურჭულებდა, არ ჩერდებოდა. სულ სახესხებელია პასუხის გებობის სხვებისთვის აკეთება. ჯერ გველი, შემდეგ სატანა. ვინ არის საერთოდ ეს სატანა? შეცადეთ გაიხსენოთ, საიდან მოვიდა ის? იობს სინამდვილეში არ უარხარ, გეპირფერება. რომ განაგრძო სიგარეტით და სიმდიდრით და თუთუნებით. უანგარო ღვთის მოშიშობს იობი. როგორც ამბობთ, სატანა ყველას ყავს პატარა სატანა. საქმე ისაა თუ რა აღვიძებს მას. რა იყო იობში ისეთი, რომელიც თქვენი სატანა გამოამხსნა. თქვენ გაპატიათ იობმა. რატომ არ შეგიძლიათ რომ საკუთარ თავს აპატიოთ? რა მოგივიდათ? თქვენ კარგად ძალას. ბოლოს და ბოლოს თქვენ შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც გინდათ რომ ყოფილიყავით. მოწყალე, მიმტევებელი, შემდგომი.
მითხარი რატომ უნდა მებრალებოდეთ? წერა. ჩემი 34 დაბადების დღე ახსენე. დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ამაზე ვილაპარაკოთ? დარწმუნებული ვარ. ბავშვის მოკვლას და თვითმკვლელობას აპირებდი. მაგრამ ეს არ მიქნია. მაგრამ ყველა ფანჯარა დახურე და გაზიც გავაშვა. თქვენ გელაპარაკეთ. საშინელებები გითხარით. ვამპირი გიწოდეთ. ურჩხული. კანიბალი. არა. კანიბალი ცოჯა. და მაინც ხარი ეს რატომ მარკი? ეს მაგრამ მე ხომ არაფერი არ მიქნი. შეიძლება. მაგრამ მივხვდი რომ თქვენთვის სულ ერთი არ ვიყავი. არა. ახლა ნუ მიპასუხე. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იქ იყავით თუ არა, მაგრამ ჩემს გონებაში თქვენ იქ იყავით. და იცი, ამ წუთის შემდეგ ჩემი შვილის მიმართ ისე განვეცხე, როგორც ღვთის საჩუქრისადმი. და მიუხედავად იმისა, რომ ვერასდროს გავიგონებ მისგან ნათქვამ დედას, ან სხვა ნებისმიერს. არ ვიცი სხვა ჩვეულებრივი ბავშვი ამას მომსერდა თუ არა. და როდესაც ის მეხუტება და ჩემთვის უკრავს, მეტია ვიდრე სხვა ნებისმიერი სიტყვა. და თქვენ რომ არა, მე ამას ვერ შევძლებ. თქვენი შთაგონების გარეშე მე ამას ვერ ვიძამ. შურს შენ. ჩემი რატო? შენი უნარისგან. იყვარდეს ის. მიუხედავად ყველაფრისა. ათასობით წლის განმავლობაში არავინ ჩახუტებია. მე არ ვარ ეგეთებისთვის შექმნილი. ძალიან საჭიროა. მაგრამ არ მისმის რატომ? ნებას მაძლევთან ჩაგეყოთ. ხალები დახუჭეთ. კარგად ხარ. დრო ამოიწურა. არა ეს მე უნდა გითხრათ. ასეა თუ ისე ის ამოიწურა. მაგრამ ერთი წამი. კარგი რა. ზოგჯერ ვაშლი, ხოლო ვაშლი. ოთხასი შეკელი. არა საჭირო. თან თქვენ ცნობად სახეებზე ფასდაკლებაც არ გაქვთ. ელა. ნუ შეიცვალე. ნუ წახო. ნუ წახო. მშვიდობით ელა. სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა. Mia, senti per qui. Bolasta, bolasta,
მეგობრებო.